თავდაპირველად რო იბადება უსინათლო და შემდგომში როდესაც ხედავს რამოდენიმე წელი ეს იქნება 10-12 და შემდგომ რო კარგავს სრულიად ხედელობას ძალიან რთულია ცხოვრობდი ჩვეულებრივი ცხოვრების წესით და უცებ ბრახ და ხდება ეს რომ ვერ ხედავ იწევს ადაპტირება ყველაფერთან იმას ვერ აკეთებ რაც შეგეძლო და ასე შემდეგ ძალიან რთული იყო ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრის გადატანა მე ვარ სანდრო ზუხბაია აფხაზეთიდან დევნილი კონკრეტულად ქალის რაიონიდან ძირითადი რაც იყო თავისთავად სიმსივნე რამაც დამაყარგინა ხედველობა და უშუალოდ ამის გამო მქონდა მხედველობის დაქვეითება და რა პრობლემებიც მაქვს დღეს. საშინელი თავისკივლები მქონდა. აი უბრალოდ მინდოდა ოპერაცია გამაკეთებინა და გაეარა და არ ყოფილიყო ეს საშინელი თავისკივლები. პოსტოპერაციის შემდგომი პერიოდი აღმოჩნდა ჩემთვის რთული არა რამდენადაც ოპერაცია. ძალიან რთული იყო, მაგრამ უკვე მივეჩვია. დღეს როგორც ხედავთ, ვარ ჩვეულებრივ, უბრალოდ ის არის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი ჩემთვის, რომ პირველი 5 წლის განმავლობაში მქონდა იმის შიში, რომ რამე ისევ რომ გართულებულიყო. მაგრამ არა, ჩვეულებრივ ვაგრძელებ სწავლას, ვაგრძელებ კონფერენციებში მონაწილეობის მიღებას, არაერთ კონფერენციაში მიმარია მონაწილეობა. ჩემი ასე ვთქვათ, არჩევანი იყო ისტორიის მიმართულება. ამ უნივერსიტეტში ასე ვთქვათ, ასაკით მეტნაკლებად ყველაზე პატარა ვარ 18 წლის, სწავლობ ისტორიის ფაკულტეტზე და ვარ მეორე კურსის სტუდენტი. რაღაცების მტკიცება მიწევდა და რაღაცების მტკიცება დღემდე მიწევს. ეს სტერეოტიპი უნდა დაიმსხვრეს, უნდა იაქტიურონ ადამიანებმა ყველანაირად ეცადონ, რომ ჩვეულებრივად ცხოვრონ, ჩვენ არ ვართ სხვა ხალხი, პირიქით არ უნდა იყოს, ანუ ის უსინათლოა, მე ის არ შემიძლია, ეს არ შემიძლია. გააჩნია ადამიანს მხედველობა არ აქვს, მაგრამ აქვს სხვა უნარი, რა უნარიც შეიძლება მხედველს არ ჰქონდეს. არ უნდა იყოს უსინათლო ადამიანი და ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი თავისთავში ჩაკეტილი პირიქით უნდა იაქტიუროს საზოგადოებრივ ცხოვრებაში თუ რაც გამოსდის და რაც შეუძლია მაქსიმალურად ის უნდა აკეთოს, რაც მას უნდა.